რთულია იმის განსაზღვრა, რა პრიორიტეტით ენიჭება უბანს უპირატესობა. ნაწილი ფიქრობს, რომ ძველი უბანი იქ მცხოვრები კოლორიტების და კიდევ უფრო ძველი შენობა-ნაგებობების მიხედვით განისაზღვრება. ნაწილის აზრით კი უბნის დადებით თუ უარყოფით მხარეს იქ ცხოვრების საზოგადოება წარმოადგენს და ამასთანავე განსაზღვრავს. ქუთაისის ამ ნაწილს ავტოქარხანა 1945 წელს საბჭოთა კავშირის დადგენილებით აქ აშენებული საავტომობილო ქარხნის გამო ეწოდა. საოდელი, ამას ქუთაისში ხშირად გაიგონებთ ამ ტერმინით კი სწორედ ამ უბანში მცხოვრებ ადამიანებს მოიხსენიებენ. სტერეოტიპები, რომლებიც უბნებს და მის უპირატესობას ეხება, ამ უბნის მკვიდრების თქმით, მხოლოდ საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების საქმეა. შესაბამისად, კითხვა, რა უბნელი ხარ, როგორც ავტოქარხანაში მცხოვრებლები ამბობენ, არ უნდა განსაზღვრავდეს, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი. ჩემი აზრით, პრესტიჟული უბანი ეს არის მოდასაყოლილი ხალხისთვის უბანი. თუ არა, ყველასთვის ერთნაირია უბანი. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? სადაც კარგად იცხოვრებ და იქნები ესაა ყველაზე კარგი. ავტოქარხანა ქუთაისის ერთ-ერთი უბანია. აქ მცხოვრებლების თქმით, განვითარების კუთხით ის არც ერთ უბანს არ ჩამორჩება. იმასაც ამბობენ, რომ უძველესი უბნები მაინც უფრო პრესტიჟულია და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. საფიჩხია, ბალახვანი, ეს უბნები კი ახლა ნიკიასთან და ავანგარდთან შედარებით და ჩვენაც ავტოქარხანას რატომღაც ამბობენ ჩვენზეც რომ ავტოქარხანა და ვითომ ჩამორჩენილი არანაირი. უბანი ალბათ იმის მიხედვით ხო არიან ძირძველი ქუთაისლები არიან, კოლორიტები ცხოვრობენ, იმათ თავისებური წესები და კანონები აქვს. უძველესი უბნები კოლორიტების და შენობების გამო შეიძლება იყოს პრესტიჟული. ახალგაზრდები კი უპირატესობას ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე უბნებს ანიჭებენ. მათი აზრით, გარე უბნებთან შედარებით აქ მეტია ახალგაზრდებისთვის სასურველი გარემო. მე ქალაქზე ვიგულისხმევ ზევით რა თქმა უნდა, თუნდაც იმიტომ რომ კაფეებია. თუნდაც იმიტომ რომ ანუ ახალგაზრდობისთვის ქუთაისში მოგეხსენებათ რომ არაფერი არ არის ისეთი, მაგრამ იქ მაინც ელემენტარული დაჯდა ის ადგილი არის და აქ არაფერი არ არის. ავტოქარხანაში მცხოვრებლებმა იციან, როგორია მათი უბანი, მაგრამ რა განსაზღვრავს უბნის პრესტიჟულობას, ეს კვლავ სადაო საკითხია.